ხედავთ ახლა მეოდეწლეები დემონსტრანტები უკვე მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ რამდენიმე წუთის წინ მარშმა სტარტი აიგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან და ისინი გადაინაცვლებენ თავდაპირველად ფილარმონიასთან, რადგან აქ უნდა შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშში მონაწილე ადამიანებს და შემდეგ გადაინაცვლებენ ერთად რუსთაველის გამზირზე. კადრში ხედავთ დიდია ხალხის რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც უკვე ერთი წელია უწყვეტად დგანან ქუჩაში და აპროტესტებენ ირაკლი ყობახიძის განცხადებას. გავესაუბრები ლაშა ფარულოვას. ლაშა პირდაპირ ეთერში ვართ და რა ვიხილეთ 11 წლის განმავლობაში ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდეგ ნახეთ დაკავებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, მათ შორის უმალე ალბათ ეს სისულეში მოვა, ნახეთ თქვენი ლიდერების დაკავებაც. აი რა როგორ შეაფასებთ ბანკები? პირველ რიგში ჩვენ ვართ საქართველო, გაუტეხავი ჯიუტი ხალხი, რომელიც არ უშინდება რეპრესიებს, არც ჯარიმებს, არც ციხეს, ვაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვიბრძვით, ისინი კი აგროვებენ ოქროს. ჩვენ ვიბრძვით, ისინი კი აგრძელებენ ქართველი ხალხის ძარცვას. დღეს ვართ ერთად, ყველი დემოკრატიული საზოგადოება და ვამბობთ ძალიან კაფიო, რომ ჩვენ ვერც გაუქმებით, ვერც რეპრესიებით, ვერც ტერორით ვერ გაგვეჩერებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი შვილებისთვის და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. მადლობა და გავესაუბრები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს და იმ ადამიანების, რომლებიც აღმოჩნდნენ პატრიოტების სამინდა და რომლებიც დააკავა რეჟიმმა სწორედ 28 ნოემბრის აქციების შემდეგ საპროტესტო აქციებიდან თეთრნახერაშვილის ირაკლი თერაშვილის განცხადება და თეთრნახ იქაც შეიძლება ერთი წელი გავიდა და თქვენი ძმა სწორედ ანთარიგის დროსაც წინაწელს იდგა ქუჩაში და ამის შემდეგ აღმოჩნდა რეჟიმის სამინდა და არის ახლა ტყვეობაში. რასაც გქონდით პირველ რიგში ირაკლის და შემდეგ სხვა რეჟიმის? პირველ რიგში მოვიხარ ჩვენ ბიჭებს, გახედავთ ბიჭებო, რამდენი ადამიანი არის გამოსული და რამდენი ადამიანი გიჭერთ მხარს. თქვენ გახართ სიმართლის მხარე, თქვენ გახართ გამარჯვებული საქართველოს მხარეს და გარდაუვალია გამარჯვება, გარდაუვალია საქართველოს სისხლი და იცოდეთ რომ თქვენ სამაგალითო მოქალაქეები ხართ და ერთი წელი გავა თუ ორი წელი ამას არ აქვს მნიშვნელობა. ქართველი ხალხი არ გაჩერდება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და ეს გამოდელი განახელი მაგალითია. მადლობა თეთრნახერაშვილის სინდისის პატიმრის ირაკლი თერაშვილის დასმენით და თევზაძესთან განვაგრძობ საუბარს. ბატონო პირდაპირ ეთერში ვართ და კითხავთ გამილეთ ჩვენ ნახეთ ყველაფერი პრაქტიკულად ქართული ოცნებისგან რეპრესიები ოპოზიციური პარტიების აკრძალვას არის დაანონსებული. ასევე თქვენი ლიდერები იმყოფებიან ციხეში და ვხედავთ რეჟიმის ხვებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გასულ წელს აქ იყვნენ სხვა პროტესტში იყვნენ ჩართული ყობახიძის განცხადების გამო. რა გაქნებათ პირველ რიგში რეჟიმის ხვებისთვის საქმეები და როგორ გესახებათ ამ ძურის გამო? პირველ რიგში მივესალმები რეჟიმის ხვებს, სინდისის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს და მინდა უთხრა, რომ ერთი წლის თავზე 10,000-ობით ადამიანი არის ისევ ქუჩაში. ძალიან ბევრი ვართ, ხნედიყავით, ბრძოლა გაგრძელდება ჩვენს გამარჯვებამდე, ეს იქნება ბრძოლა ბოლომდე. ძალიან რთული ერთი წელი იყო და ამ ერთ წელში ბევრჯერ იყო სიტუაცია, როცა ვფიქრობდით, რომ ხომ არ მარცხდებით, მაგრამ განწყნებული ვარ, რომ უფრო მეტჯერ ქართული ოცნებას ჰქონდა იგივე კითხვა და დილემა. ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება აღარაფერი აქვს ქართული, აღარაფერი აქვს ეროვნული, ის ერთადერთი რასაც ემსახურება არის რუსული ინტერესები საქართველოში და აუცილებელია ფართო კოორდინაცია, ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ, რათა შესრულდეს ის ორი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ეს ხალხი, ეს 10,000-ობით ადამიანი ამას მიაღწევს. მე ვარ ამაში დარწმუნებული. მადლობა თენგო თევზაძეს უსმენდი და გადავინაცვლებ ელენე ქაიხაშაშვილთან. ელენე, გითხავთ გასულ 1 წელზე ამ 1 წლის განმავლობაში თქვენ ნახეთ რეპრესიები აქციის მონაწილეების მიმართ ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა პროტესტი არ წყდება და დღეს ბევრი ადამიანი არის ქუჩაში. რა გეკნებათ საქმელი ამ 1 წლის შემდეგ? ზუსტად ის მექნება საქმელი, რაც პრინციპში არის დღევანდელი ჩვენი მარშის ძირითადი საქმე.
ის რომ პროტესტის წინააღმდეგობა არის შეუჩერებელი და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვის ამ წლის განმავლობაში ერთი პატარა ქვა მაინც დადო იმისთვის, რომ ეს უცხოეთი პროტესტი შეგარჩუნებულიყო და მუხტი მოსულიყო დღემდე, რაც აუცილებლად გაიზრდება და გამარჯვებამდე არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ელენე ქაიხოსროს უსმენთ პირდაპირ ამ წუთებში მარში მსობა მოვიდა უკვე ფილარმონიასთან, სადაც რამდენიმე წუთში ეს უნდა შეუერთდეს ეს მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის მსვლელობას. შემდეგ ეს მარშები გადაინაცვლებს უკვე რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ქართული ხალხის თქმა უკვე 366 დღეა ისმის მოისმინეთ განწყობებით საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან, არ შეწყვეტენ ბრძოლას, მაგრამ სანამ არ გათავისუფლებიან სინდისის პატიმრები და არ ჩაინიშნება ახალი სამართლიანი არჩევნები.